კუთხზე მათ ფან-კლუბის შერეკილები, ესეთია მათი სახელი. ყოველთვის ბოლომდე ამხრევებენ გუნდს. აქ ბურდული ნახოთ სწრაფი შეტევა აქვს. მეშახტეს ბურდული ჩააწოდა საჯარიმოში და ესეც შანსი რომელიც ჰქონდა ბლოთ ანგარიშის გახსნა. ბურდულის სრულ მოძრაობები და მერე უკვე დარტყმა რომელიც ნახეთ ლადო ჩიხრაძის. გაითამაშეს ბურთი დარტყმა და პირდაპირ ხელებში მეუვიდა ბურთი გიორგი მაკარიძეს. 28 ქულა თბილისელებს 27 ქულა ბათუმელებს. აქ შეცდომა, კარგი მომენტია, ძაგანია, დარტყმა და ხარიხას ხვდება ბურთი. რა მომენტი ვერ გამოიყენა იბერიას 9 ნომერმა. მე კიდევ ერთხელ აქ ბრძოლა ბურთისთვის დაუცდა ფეხი იქ ლევან ქურდაძეს. მშვენიერი შანსი ჰქონდა ამირან ძაგანიას იმისთვის რომ ანგარიში გაეხსნა. გაეცალა ბედოშვილი დარტყმა და ბურთი ხვდება ხარიხას. აი ასე გადარჩა ყებულის მეშახტე. აკარ ქარდავას პასი ზუსტია ეს გადაცემა შეიძლება დარტყმაზე ფიქრის დადიანი ღუდუშაურზე პასი ღუდუშაური სრულ მოძრაობა კარგი იყო დარტყმა გააქოვა ბურთი ლევან შოუნაძემ ამ ეპიზოდში. ქარდავა ბართიშვილი გაითავისუფლა სივრცევ ნახოთ დაარტყა და პირდაპირ ხელებში მივიდა ბურთი ლევან შოუნაძეს. კვირკვია მიიღო ბურთი. წავიდა შეტევაზე. აი ეს არის საჭირო სწორედ მათე კვირკვია შესანიშნავად თამაშობს ყვითელი ბარათი. ყვითელი ბარათი ამ ეპიზოდში რა თქმა უნდა და წითელი ბარათი. ვახო ბედოშულს პირველ ტაიმის ბოლოს ჰქონდა ყვითელი ბარათი და მეორე გაფრთხილება მიიღო ახლა და 10 კაცით რჩება იბერია. წააქცია საბოლოოდ კვირკვია. ბედოშულმა წააქცია და 10 ფეხბურთელით დარჩა იბერია. ტყიბულის მეშახტეს მიეცა იდეალური შანსი დღევანდელ თამაშში. არბიტრმა მისცა ნიშანი ბურდული გამორბენი დაარტყა და გადასცა ბურთი კარს. კლუბისთვის. იმენტელი გზელი გადაცემა. ღუდუშაური გრძელდება შეტევა და ღუდუშაურის გადაცემა დადიანი დარტყმა და 1-0 ანგარიში გაიხსნა. ნიკოლოზ დადიანი გოლის ავტორი იბერია დაწინაურდა ხვედრის 59 წუთზე. კიდევ ერთხელ ეს ეპიზოდი ღუდუშაურმა კარგი პასი გააკეთა დადიანის დარტყმა და შვენიერი დარტყმა იყო ძალიან კარგი. ლევან შოუნაძემ ვერ გადაარჩინა თავისი გუნდი გაშვებულ გოლს. აი ასე 59 წუთზე წინ გადის იბერია. თუმცა უნდა აღვნიშნოთ რომ ყიბულელებს აქვთ რიცხობრივი უპირატესობა. კვირკვია გასცდა მეტოქეს და ბართიშულმა უკნიდან ფეხში მოარტყა. ამან ნახოთ კიდევ ერთხელ ეპიზოდი. კი, არის პენალტი, კონტაქტი არის. და ნახოთ ახლა უკვე ირაკლი სიხარულიძე როგორ შეასრულებს ამ დარტყმას. ირაკლი გუნდელები ერთმანეთის წინააღმდეგ სიხარულიძე გამორბენი დარტყმა გაიტანა. ანგარიში ხდება 1-1 და ზედიზედ მესამე მატჩი მოახერხა ირაკლი სიხარულიძემ გოლის გატანა. წელს იბერია გადავიდა ტყიბულის მეშახტეში პირველ თამაში 2-0-ზე გაიტანა, ანგარიში 2-1 გახადა, მეორე თამაში 0-2-ზე გაიტანა და 1-2 გახადა და ახლა ანგარიში გახადა 1-1. ირაკლი სიხარულიძის გოლი მორიგი ეროვნულ ლიგაში და ლადო ბურდულის რეაქცია. კუცია ჩააწოდა საჯარიმოში, სელიმოვიჩის დარტყმა 2-1. ვაჰიდ სელიმოვიჩი გოლის ავტორი 68 წუთზე მოახერხა იბერიას ლეგიონერმა და კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ წარმაღალმა მოთამაშემ. აი ასე კუციას ჩაწოდების შემდეგ პიმენტელი მეურვეობდა მას და ვერაფერი ვერ ქნა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა. 2-1 იბერია გადის ისევ წინ.
ბურდულზე გადაცემა, გრძელდება შეტევა, კვირკვია, პასი ჯამარაულზე, ჯამარაულის აჯარიმოშია, ცრუ მოძრაობები, გრძელდება იერში, პასი გააკეთა, დაუბლოკეს ეს გადაცემა. ბურდული დარტყმა და მაკარიძემ აიღო ეს ბურთი. უცია. სიხარულიძე. კიდევ ერთი ხისტი თამაში და 9 კაცით რჩება იბერია, ესე. რამდენიმე წუთიან მონაკვეთში. პაატა ღუდუშაურმა მიიღო, რამდენიმე წამიან მონაკვეთში პაატა ღუდუშაურმა მიიღო 2 ყვითელი ბარათი. ზე იქნება ამ ბურთთან პირველი. ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა, ხალიხას ხდება ბურთი, ძელს ხდება უბრალოდ გრძელდება იერში, ბურდული მიიღო ბურთი, უტევს მეშახტა, ჩაწოდება საჯარიმოში, არეულობა. დაიწყება ამასობაში ჩვენი შეხვედრის. გაისმის საფინალო სასტვენის ხმა, იბერიამ მოიგო ეს თამაში, 9 ფეხბურთელით დარჩენით მიუხედავად. მაინც მიიყვანა გამარჯვებამდე თამაში ანდრი დემჩენკოს გუნდმა, პირველი გამარჯვება დემჩენკოსთვის.